სასწორზე ციფრები არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ნუ არ შეჭამა და დაიგლებ ზონაში. ეს არ არის რა თქმა უნდა არჩევანი ადამიანის, ეს არის დაავადება. თუ ამას არ გავაკეთებ, ამ შემთხვევაში რა დგება სასწორზე? დენად დაკნინებული არის დღესდღეობით ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რომ უბრალოდ პაციენტს სურვილიც არ უჩნდება, რომ იქ მივიდეს. და ესე ვართ, რომ თუ რაღაცა გვეტკინება, აი ახლა წავალ და რაღაცა გემრიელს შევჭამ. აბსოლუტურად გეთახმებით, მშობელმა დააშავა შულთან, რომ ის ჭარბიწორით ან სიმსუქნით არის. ძალიან პოპულარული გახდა ახლა კალორიების თვლა. რამდენად შეიძლება ორსულობის დროს დიეტის დაცვა? ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულია, ან ხშირ შემთხვევაში პირიქით. ამ ინექციებმა ძალიან ბევრ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე. აი წონაში მოვიმატე ინსულინ რეზისტენტული ვარ. რამდენად აქვს ხოლმე შედეგი აი ამას ამ თერაპიას? ელი ტვირთი აქ აწევს ფსიქიატრს და ფსიქოლოგს. ხა მაჭამა და აი არასწორი არ. დღეს ვისაუბრებთ პრობლემაზე, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ეს არის ჭარბი წონისგან გამოწვეული პრობლემები. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ბევრ ადამიანს გონია, რომ ჭარბი წონა დაკავშირებული არის მხოლოდ ჭამასთან, ანუ ვსუქდებით მაშინ, როდესაც ბევრს ჭამთ. გარკვეულწილად ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჭარბ წონას და სიმსუქნეს შესაძლოა სხვა ძალიან ბევრი მიზეზიც ჰქონდეს. რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტები, რომელსაც ადამიანები მოიხმარენ იმისთვის, რომ წონაში დაიკლონ. რამდენად საჭიროა ბარიატრია, ან რა შემთხვევაში არის საჭირო ბარიატრია და ზოგადად როგორ შეიძლება უფრო ნაკლებად საფრთხის შემცველი მეთოდებით ვებრძოლოთ პრობლემას. ამას დღეს ძალიან მარტივად და გასაგებად ენდოკრინოლოგი აგვიხსნის. ჩვენი სტუმარი არის ლაშა უჩავა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ანუ ჭარბწონასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითია სიმსუქნესთან დაკავშირებით და ხშირად ადამიანებს გონიათ ხოლმე რომ ეს არის ადამიანის არჩევანი თუ არის ჭარბწონიანი, იმიტომ რომ არ შეჭამა და დაიგლებ ზონაში. რეალურად ესეა, ესეთი მარტივია ეს ყველაფერი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და მოწვევისათვის და დიდი მადლობა რომ მსგავს თემებს უთმობთ დროს, იმიტომ რომ თითქოს და ყველასთვის ცნობილი არის და აქვთ ინფორმაცია ჭარბწონაზე და სიმსუქნეზე, მაგრამ მაინც ბევრი ნიუანსი არის, რაც შეიძლება კიდევ და კიდევ ახალი იყოს ადამიანებისთვის და მსგავსი ტიპის პოდკასტი იქნება თუ გადაცემები ძალიან ხელს უწყობს მათი განათლების ამაღლებას აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით. სანამ დავიწყებ კიდე საუბარს, აქვე განსაზღვრავ იმას, ვსაუბრობდით დაწყებამდე, რომ სამედიცინო განათლება არ გაქვთ და ამიტომ ადამიანებისთვისაც გასაგებ ენაზე, რომ ვისაუბროთ, რომ ჭარბი წონა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამოდენიმე კილოგრამის მატებაზე. მაგრამ სიმსუქნე ეს უკვე გახლავთ დაავადება, რომელიც არის ქრონიკული დაავადება და რომელიც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას. შესაბამისად, კითხვაზე პასუხიც ალბათ შეიძლება აქვე გავცეთ, აი ამ წინადადებით სწორედ, რომ ეს არ არის რა თქმა უნდა არჩევანი ადამიანის, ეს არის დაავადება, რომლის გამომწვევი ფაქტორი ძალიან ბევრია. ჩვენს ორგანიზმში ეს შეიძლება იყოს კვებით ქცევის საშლილობა, ეს შეიძლება იყოს ფსიქოემოციური სტატუსი, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ჰორმონალური დარღვევები და ასე შემდეგ და ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა სწორედ იმაზე საუბარი, რომ ჩვენ სიმსუქნეს არ უნდა შევხედოთ როგორც რაღაც კოსმეტიკურ პრობლემას, ეს არის ნამდვილად ორგანული პრობლემა, ფიზიოლოგიური პრობლემა, რა დროსაც ორგანიზმში მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორც ჰორმონალური, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის, ანუ მათ შორის ნახშირწყლოვანი ცვლა, ლიპიდური ცვლა, ანუ ცხიმოვანი ცვლა, მათ შორის მიკრო-მაკრო ელემენტების და მინერალების ცვლის დარღვევა, რომელიც ასევე ერთ-ერთი კოფაქტორი არის სიმსუქნის განვითარების. ამიტომ კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ სიმსუქნე არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. მაგრამ ჩვენ თუ ვისაუბრებთ ჭარბწონაზე, როგორც მდგომარეობაზე, რომელიც ზედმეტი კალორიების მიღებით არის გამოწვეული,
რა თქმა უნდა, აქ თუ არ ვჭამთ, არ გავსუქდებით. აი ზღვარი სად გადის ხოლმე, მაგალითად აი ეს მაინტერესებს, ანუ როდესაც ვაპარაკობთ ქრონიკულ დაავადებაზე, ეს არის რაღაცა ხანგრძლივად დროში გაწელილი დაავადება, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობა ჭირდება და არსად არასოდეს არ ვჩერდებით. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. ქრონიკული დაავადება ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ დაავადება არსად არ წავა, მას შეიძლება ქონდეს რემისიული პერიოდი, ანუ გამოჯანმრთელების პერიოდი, მაშინ როდესაც ვკურნალობთ, მაგრამ როგორც კი ვწყვეტთ მკურნალობას და ყურადღებას, მაშინვე ის ბრუნდება უკან. ანუ მისი რეციდივი ისევ გვხვდება ჩვენ. შესაბამისად, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც მოდიან ხოლმე ჩვენთან, ყოველთვის ვეუბნებით, ჩვენი შეხვედრა არ უნდა იყოს ერთჯერადი. თქვენ უნდა გქონდეთ გააზრებული ის, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ერთად მოღვაწეობა, შესაბამისად ისევე როგორც მეგობრობაში, ექიმის და პაციენტის ურთიერთობაში, ყოველთვის ვეუბნები, რომ არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ შორის ბარიერს ეს მუდმივად დაარღვევს და არ იქნება ნდობა. პირველ რიგში, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ქრონიკულ დაავადებებზე, უნდა იყოს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, სწორედ იმიტომ, რომ თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში შემდგომში ამ ექიმმა და პაციენტმა უნდა იმეგობრონ. უნდა იმეგობრონ იმისათვის, რომ მუდმივად მეთვალყურეობა გაუწიოს ექიმმა მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, გავხდი, ანუ დავიკელი წონაში და ამით ყველაფერი დასრულდა, სამწუხაროდ არ არის. და ალბათ თქვენც ხსმენიათ ირგვლივ ძალიან ბევრი არის ეგეთი ადამიანი, რომ აი ვიყავი ექიმთან, დავიკელი ამდენი კილოგრამი და მერე ისევ მოვიმატე. კი, მეც ვიყავი მათ შორის და ვარ. ანუ ეს ის პრობლემა არის, რომელიც ძალიან ბევრი წელია ჩემი ცხოვრების ნაწილია და ასე შემდეგ. ამას ვიცი რამდენად რთული ამასთან ბრძოლა, ვიცი ეს რამდენად რთული არის ამის გააზრება, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროცესი და ეს მთელი ცხოვრება შენს თავს უნდა დაუწესო უამრავი შეზღუდვა და ასე შემდეგ. ძალიან რთულია ეს ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია ადამიანების უმეტესობისთვის. აბსოლუტურად გეთანხმებით, უბრალოდ მაშინ როდესაც ამას ვაკეთებთ ცოტა კიდე უფრო გააზრებულად, ხო? ანუ აი ნახეთ, მოსული პაციენტების 80% ყოველთვის ამბობს იმას, რომ მოვიდა რათა გახდეს. და დაახლოებით 20%-მა შეიძლება თქვას, რომ ამას მე ვაკეთებ ჯანმრთელობისთვის. არასოდეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიმსუქნეზე, სასწორზე ციფრები არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა და სასწორზე ციფრები ამას მოყვება ნელ-ნელა. აი აქ ჩდება ხოლმე ძალიან დიდი პრობლემა, რომ ჩვენ გვინდა სწრაფად სასწორზე ციფრები, მაგრამ აი ამ სისწრაფეში ჩვენი ნივთიერებათა ცვლა სამწუხაროდ ვერ ასწრებს მოწესრიგებას. და სწრაფადვე შემდგომში დგება მომენტი, როდესაც ჩვენ უკან ვიბრუნებთ და შეიძლება კი, რა თქმა უნდა, 1-2 ეს ყველაფერი. ყოველი შეწყვეტილი და არასწორად წარმართული მკურნალობა დაახლოებით 30%-ით აუარესებს შემდგომ მკურნალობის მიზანს. აქედან გამომდინარე, მაშინვე, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამას, უკვე გააზრებული უნდა ვქონდეს, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ჩვენ ამას ეს უნდა ვისწავლოთ. და სწორედ აღნიშნეთ აბსოლუტურად, რომ უნდა ვისწავლოთ შეზღუდვებთან ერთად ცხოვრება და არა აკრძალვებთან. იმიტომ რომ თავს არასდროს არაფერი არ უნდა აუკრძალოთ, ვინაიდან ესეც იგივე სტრესია და სტრესის ფონზე მუდმივად ჩვენი ორგანიზმი იწყებს ცვლილებებს. ამიტომ შესაძლებელია ჩვენ გარკვეული შეზღუდვებით იმისათვის, რომ სტრესში არ ჩავიგდოთ თავი, ნელ-ნელა ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. და ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა, ხო? აი ტექნოლოგიები ზოგადად, ხო? და აი ყოველთვის ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, რომ ჩათვალეთ, რომ ჩვენი ტვინით ეს არის ხელოვნური ინტელექტი. როგორ ვასწავლეთ, როგორ დაუსვავთ კითხვას და რა ინფორმაციას მივაწვდით, იმის საპასუხოდ ის მოგცემს აუცილებლად სიგნალებს. აი ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი ახლა, რასაც თქვენ ამბობთ. ნუ ხო წონაში კლება გვინდა ალბათ, ამასაც არ ვიცი, ხა შეიძლება არასწორად მომბობ, მაგრამ რაღაც ასაკები აქვს ამასაც ალბათ. ცოტა უფრო ახალგაზრდა ადამიანი ვერ იაზრებს რისკებს, რომელსაც მე უფრო ვიაზრებთ ხოლმე, რაც ცოტა გვემატებაწლები, იმიტომ რომ სიმსუქნე არის თუ არ არის, მაინც უკვე ბევრ რაღაცას აღარ გვპატიობს ორგანიზმი და თუ ამას სიმსუქნეც ემატება, მე უფრო რთული ხდება ყველაფერი. მაგრამ მაინც მგონია, რომ როდესაც მივდივართ აი ამ რთულ პროცესს ვიწყებთ, რასაც ქვია წონაში კლების პროცესი,
და ენდოკრინოლოგთან მუდმივი კომუნიკაცია, ალბათ დაგვეხმარება კარგად გავიაზროთ, თუ ამას არ გავაკეთებ, ამ შემთხვევაში რა დგება სასწორზე. აი ამაზე რომ გვესაუბროთ, რო აგვიხსნათ, აი რა შეიძლება რომ მოხდეს. ანუ აქ მე კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აღვნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში დღეს ჩვენ არ ვლაპარაკობთ ადამიანის ვიზუალზე და მის გარეგნობაზე, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. ჩვენ ვლაპარაკობთ უბრალოდ იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება დაგვემართოს იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ჭარბი წონა. აბსოლუტურად გეთანხმებით. იმიტომ რომ ეს ჭარბი წონა არ არის მხოლოდ კანქვეშ ცხიმი, ხო, ეს არის ორგანიზმში. აი რა შეიძლება რომ მოხდეს? რა რისკები გვაქვს? დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას წინადადებით, რომ გარდა იმისა, რომ სიმსუქნე არის ქრონიკული დაავადება, ეს არის გენეტიკურად ესე ვთქვათ მოძრავი დაავადება. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გენეტიკური ფაქტორი მას თან სდევს. და ყოველი ახალი თაობის დაავადებაში ყოველთვის არის წინა თაობა პასუხისმგებელი გენეტიკურ დაავადებებზე, როცა ვსაუბრობთ. და ამ შემთხვევაშიც მშობლები. მაშინ, როდესაც მშობელს აქვს მსგავსი ტიპის პრობლემა, რომელიც გადმოეცა გენეტიკურად სხვა წინამორბედებისგან, ხო, მშობლებისგან, ბებიებისგან, ბაბუებისგან და ასე შემდეგ, უკვე შვილის მუცლად ყოფნის პერიოდშივე მან უნდა იზრუნოს, რომ თავის შვილს მსგავსი ტიპის პრობლემები არ შეექმნეს. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად სიმსუქნის მკურნალობაზე, ეს არის მაინც კვებითი ქცევა, ჩამოყალიბებული ქცევები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მსგავსი მდგომარეობა. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ განვკურნოთ მდგომარეობა, არა, თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტიპის მდგომარეობა. რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვს უნდა ჩამოუყალიბოთ ჩვევები ჯანსაღის სწორი კვების, ანუ ფიზიოლოგიური კვების, რაც თავის მხრივ მოისაზრებს რას? სწორკვებას, ხო? ანუ ეს გახლავთ ჯერადი კვება, რაციონალური, დაბალანსებული, სადაც შედის აბსოლუტურად ყველა ის მიკრო-მაკრო ელემენტი, რომელიც აუცილებელი არის ჩვენი ორგანიზმისათვის, და წყალი, რომელიც ასევე ძალიან განსაკუთრებული არის, ხო? თუ ორსულობის დროს ჩვენ ვღებულობთ ისეთ საკვებს, რომელიც სხვადასხვა საკვებით, დანამატებით, ემულგანტებით, კონვენსანტებით არის გაჯერებული, ხო? შესაბამისად, ეს ყველაფერი შემდგომში ხდება ბავშვის ორგანიზმშიც, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს უკვე ტრიგერი არის იმისა, რომ გარკვეულ ასაკში მას ისევ შეექმნას გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუნდაც სიმსუქნესთან მიმართებაში. რო არაფერი ვთქვათ უკვე ისეთ დაავადებებზე, რომელიც საკმაოდ გავრცელებული არის მსოფლიოში და სამწუხაროდ საქართველოში, უკვე ბავშვთა ასაკში, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ თუ ჩვენს ჩემს ბავშვობაში ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე ათეული წლის წინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ 65, 70 თუ 75 წლის ასაკში ჩნდებოდა ისეთი პრობლემები, როგორიც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ან ძუძუს კიბო, ხო, ან რაღაც მსგავსი, ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ბავშვთა ასაკშიც ვხვდებით ამას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უკვე ბავშვობიდან მშობელმა დაიწყოს ამაზე ზრუნვა. თორემ დღეს უკვე კვლევებით არის დადასტურებული, რომ 4-დან 6 წლამდე ასაკში ბავშვში განვითარებული ჭარბი წონა და სიმსუქნე თინეიჯერობის, ანუ პუბერტატის, ანუ გარდატეხის პერიოდში იწვევს უკვე სიმსუქნის განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის პრობლემებს. მათ შორის ეს არის პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხეების სინდრომი ქალბატონებში. ხო, ანუ იგივე პოლიცისტოზური საკვერცხეები, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული არის ინსულინ რეზისტენტობასთან, ანუ მდგომარეობასთან, როდესაც უკვე ნახშირწყლოვანი ცვლა დარღვეული არის და ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის უკვე ზრდასრულობაში შაქრიანი დიაბეტის განვითარების, რასაც თან მოსდევს, ანუ პუბერტატის, ანუ გარდატეხის პერიოდში პოლიცისტური საკვერცხეების არსებობა, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის აგრეთვე თმიანობის განვითარების, უშვილობის განვითარების უკვე რეპროდუქციულ ასაკში და სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკის, მათ შორის ძუძუს ქალბატონებში და მათ შორის საშვილოსნოში არსებული სხვადასხვა ტიპის კვანძების. ეს ქალბატონებთან, მაგრამ რაც შეეხება მამაკაცებს, იგივე
4-დან 6 წლამდე განვითარებული სიმსუქნე და ჭარბიწონა ბავშვთა ასაკში იწვევს ასევე უკვე გარდატეხის პერიოდში სიმსუქნის განვითარებას, რაც თავის მხრივ უკვე დაკავშირებული არის სარძევე, ანუ ძუძუში სარძევე ჯირკვლების განვითარების არსებობის, რაც წესით და რიგით მამაკაცის ძუძუში, ანუ მკერდში საერთოდ არ უნდა იყოს, ანუ სარძევე ჯირკვალი და სადინრები მამაკაცთან არ უნდა იყოს განვითარებული, იმიტომ რომ სადინარი სარძევე უნდა იყოს მხოლოდ ქალბატონთან, ხო, ეს ლოგიკურიც არის. მაგრამ აი ეს ჭარბიწონა და სიმსუქნე შემდგომში იწვევს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას ძუძუში მამაკაცის, სადაც ხდება დიდი ოდენობით ესტროგენების, ანუ ქალის სასქესო ჰორმონების გამომუშავება, რაც იწვევს სწორედ აი ამ სარძევე სადინრების განვითარებას. და ყველა ის პროცესი, რომელიც არ უნდა იყოს ორგანიზმში, ანუ ყველა ის ქსოვილი, რომელიც არ უნდა იყოს ორგანიზმში, მაგრამ განვითარდება, ეს არის სიმსივნე. ხო? და სიმსივნეს თავის გრადაციები აქვს, შემდგომ ეს არის კეთილთვისებიანი, აფთვისებიანი თუ ასე შემდეგ, ხო? და გინეკომასტიაც, ანუ დიაგნოზი უკვე მამაკაცში სარძევე სადინრების განვითარება, ეს გახლავთ სარძევე ჯირკვლების ჰიპერპლაზია, ისკივე კეთილთვისებიანი სიმსივნე და თუ მისი დროული მოცილება არ მოხდა, შემდგომში ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი პრობლემები. დროული მოცილებაში იგულისხმება სამწუხაროდ ქირურგიული ჩარევა უკვე დაგვიანებულ ეტაპზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრობლემა არის, რაც შეიძლება განვითარდეს და ძალიან სამწუხარო არის ფაქტი. მე დაახლოებით 20 წელია უკვე ამ სფეროში ვარ, ანუ როგორც პრაქტიკოსი ექიმი მოღვაწეობ და ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენიც მყავს პაციენტი უკვე ქირურგიაზე გაშვებული, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წინა 18 წელში მსგავსი რაოდენობა არ მყოლია. ანუ იმდენად მაღალი არის დღესდღეობით სიმსუქნისგან გამოწვეული აი ეს გინეკომასტია. პლუს ამას ყველაფერს ემატება ტესტოსტერონის დაქვეითება, ანუ მამაკაცური ტიპის ჰორმონების დაქვეითება, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის ფონზე, ინსულინ რეზისტენტობა, რაც საბოლოო ჯამში ასევე მოქმედებს სპერმის ხარისხზე და უშვილობის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი არის, ისევე როგორც შემდგომში უკვე შაქრიანი დიაბეტის განვითარების. და ალბათ ლოგიკური არის ისიც, რომ დღესდღეობით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც თუ ჩვენ ჩამოვთვლით, ესე ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებებს, კლინიკებს, ყოველი მესამე ინვიტრო განაყოფიერებით არის დაკავებული, ხო? რატომ? იმიტომ რომ სწორედ აღნიშნულმა პრობლემებმა გამოიწვია როგორც ქალბატონებში კვერცხუჯრედის მომწიფების პრობლემები, ასევე მამაკაცებში სპერმის ხარისხის პრობლემები, რაც შეუთავსებელი არის განაყოფიერებისთვის და ამიტომაც ხდება შემდგომში ჩარევა აუცილებლობა. ამიტომ თუ ამ პრობლემების წინაშე ვდგებით ჩვენ და გავიაზრებთ თუ რაოდენ დიდი პრობლემები არის ეს უკვე ზრდასრულ ასაკში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ასაკში ამ ყველაფრის მოვლა ბევრად უფრო მარტივი იქნება. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მშობელს და შვილს ამის შესახებ გქონდეს კომუნიკაცია და მშობელმა როდესაც დააშავა და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, მშობელმა დააშავა შვილთან, რომ ის ჭარბიწონით ან სიმსუქნით არის, იმიტომ რომ შვილი არც მუშაობს, არც საკუთარი შემოსავალი აქვს, ვერც თვითონ ყიდულობს საკვებ პროდუქტებს და ვერც თვითონ ჭამს. ხო, ნუ რაღაცა ასაკამდე მშობელზე არის დამოკიდებული, ხო? დამნაშავეები. კი, ამიტომ მშობელმა უნდა იზრუნოს ამაზე. მე მესმის რომ ძალიან ბევრია პრობლემა, დროის ფაქტორი, რაღაცა სოციალური წინდა სოციალური აუცილებლად სოციალური მდგომარეობა პირველი არის. თუმცა აქვე ისიც ვახსენოთ, რომ სოციალური მდგომარეობა მაშინ, როდესაც 90-იან წლებში მთელ საქართველოში იყო ძალიან დიდი პრობლემა. საქართველო იყო მე-14 ადგილზე ევროპაში სიმსუქნის განვითარების მხრივ. როგორც კი გაჩნდა სწრაფი კვების ობიექტები 90-იანების შემდგომ, ხო უფრო 2000-იან წლებში და სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები და ასე შემდეგ, აი მერე უკვე გადავინაცვლოთ დაახლოებით მე-5 ადგილზე. ანუ აქაც ნახეთ, აი სოციალურ პრობლემასაც ვერ დავაბრალებთ, თუმცა რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, იმიტომ რომ მოიხმარენ უფრო დიდი ოდენობით ნახშირწყლებს, ხო, შაქარს, პურს და ასე შემდეგ.
თუმცა დღესდღეობით ამის მოხმარებაც ძალიან გასაჭირი არის, ისეთი ფასები გვაქვს ხომ, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ დღეს შიმშილით რაოდენობით უფრო მეტი ბავშვი გვყავს, ვიდრე დანაყრებული ამ კუთხით. ამიტომაც მშობელს მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, აი ამ ქცევების ჩამოყალიბებაში, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში ჩვენ პრობლემები არ შეგვექმნას. აი ხა თქვენ რაც ისაუბრეთ, ანუ ძალიან უცნაურია, თითქოს გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია სიმსუქნესთან დაკავშირებით, შეიძლება გასაგებია, რომ ადამიანები ვართ, რომელსაც არ გვაქვს სამედიცინო განათლება, რაღაცები ვიცით, გაგვიგია, გვიკითხავს და ასე შემდეგ სპეციალისტებთან, მაგრამ მე მაგალითად არ გამიგია აი ეს რაც თქვენ თქვით რომ ორსულობიდან უნდა იზრუნო ამ ამბავზე იმის მიუხედავად რომ მე თვითონ როდესაც ორსულად ვიყავი მქონდა ჭარბი წონა იცოდნენ ჩემი გენეტიკური ფაქტორების ჩემმა ექიმებმა და არასოდეს არავის არ უთქვამს რომ ყურადღება უნდა მიმექცია იმასაკიდან ну რაღაცები ძალიან ინტუიტიურად ვაკეთებ ამიტომაც გადაგიხადეთ გადაცემის დაწყების წინ მადლობა და თქვი ფრაზა რომ თითქოს ყველაფერი ვიცით მაგრამ არის ბევრი ნიუანსი რაც არ ვიცით რომ არ ვიცით აი ამ შემთხვევაში ხო არ არის აი ეს შესაძლებელი ბოდიში შეგეწყვეტნეთ აი ეს პოლიტიკა ხომ არ არის შესაძლებელი ჯანდაცვაში რომ უბრალოდ რაღაცა ის კი არ უნდა იყოს რაღაც სავალდებულო ვიზიტები რომ მივიდეთ ორსულობის დროს და რაღაცა სკრინინგი ჩავიტაროთ ეს ინფორმაციაც რომ მოგვაწოდონ იმიტომ რომ მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა იყვებო ესე რომ უბრალოდ ორსული ხარ და ბავშვზე არა ანუ რა რისკებს ვუქმნით ამით ბავშვს მით უმეტეს რომ ხედავ რომ მე თვითონ პრობლემა მაქვს ამას მოვედი აბსოლუტურად გეთანხმებით ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში არის აქ პრობლემა ნახეთ სისტემაში რატოა პრობლემა? იმიტომ რომ ჩვენთან ადამიანები პირდაპირ მოდიან სპეციალისტებთან. და შესაბამისად იმდენად გადატვირთული არის თვითონ აი ამ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმები, რომ შემდგომში სასაუბროდ დიდი დრო არ რჩებათ პაციენტთან. და მსგავსი ტიპის საინფორმაციო, ესე ვთქვათ, დავალებები და სწავლება ამ ყველაფრის რეალურად უნდა გააკეთოს პირველი რგოლის ჯანდაცვის სისტემამ. ანუ ეს არის ოჯახის ექიმები. და სამწუხაროდ დღესდღეობით აქაც ალბათ თვითონ სისტემის დანაშაული არის. იმდენად დაკნინებული არის დღესდღეობით ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რომ უბრალოდ პაციენტს სურვილიც არ უჩნდება, რომ იქ მივიდეს და ამიტომ ცდილობს პირდაპირ მივიდეს იმ სპეციალისტთან, სადაც ესე ვთქვათ, ამის საჭიროება არის. ჩვენთან მაგალითად ძალიან ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებიც ან გეგმავენ ორსულობას და ამიტომაც რაღაცა გარკვეული ეს კულტურა ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და ძალიან კარგია სხვათა შორის. და უნდათ წინასწარ გაიგო მდგომარეობა. ან უკვე ორსულობა დგას და კითხვით, რომ აი რამდენად შეიძლება ორსულობის დროს დიეტის დაცვა. ну აქვე ვიტყვი იმასაც, რომ დიეტის დაცვა ცხოვრების ყველა ეტაპზე, ნებისმიერ პერიოდში არის აუცილებელი. იმიტომ რომ დიეტა ეს არ გახლავთ რაღაცა გარკვეული პროდუქტების ან აკრძალვა, ან შეზღუდვა, ან სტრესი ორგანიზმისთვის. დიეტა ითარგმნება ესე, რომ დიეტა ეს არის სწორი, ფიზიოლოგიური, რაციონალური, ბალანსირებული კვება. შესაბამისად ეს ჭირდება რეალურად. მთელი ცხოვრების განმავლობაში. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ალბათ არა მხოლოდ მსუქან ან ჭარბწონიან ადამიანებს, ან ზოგადად ყველას. ეს აბსოლუტურად ყველაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება არ გვაწუხებდეს კვებიდან გამომდინარე ჭარბიწონა ან სიმსუქნე, მაგრამ კვებას შეუძლია დაახლოებით 162 დაავადების გამოწვევა, ანუ არასწორ კვებას. მათ შორის არის შაქრიანი დიაბეტი, მათ შორის არის გულსახმელთა სისტემის დაავადებები, ფსიქოემოციური სტატუსი, ნერვულ სისტემაზე ზემოქმედი შარდკენჭოვანი დაავადებები, უჯრედწლავის ტრაქტის დაავადებები, უამრავი დაავადება არის, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ. ამიტომ სწორი კვება და დიეტა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანისათვის, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ აუცილებელი. ეხა ყოველთვის ჩნდება ხოლმე რაღაცა კონტრკითხვა ამასთან დაკავშირებით, რომ აი სულ დამღლელია და ბრუდის, ხო? წესები არსებობს ზოგადად იმიტომ და წეს ქვია, იმიტომ რომ მისი დარღვევა შეიძლება, მაგრამ ეს დარღვევა არ უნდა იყოს პერმანენტული ხასიათის. მასაც უნდა კონდეს რაღაცა გარკვეული თავისი წესები
დარღვევაც არ უნდა იყოს ხშირი, არ უნდა იყოს კვირაში 4 დღე მაგალითად, ხო? და აი შემდგომში უკვე როდესაც ვთქვათ სიმსუქნით დაავადებული ადამიანები აღწევენ სასურველ წონას, ავიწყდებათ ხოლმე მერე უკვე რაღაცა აი ამ გარკვეული პრინციპების დაცვა. თორე ძალიან მარტივი არის შემდგომში შენარჩუნება, არსებობს ეგეთი პრინციპი 5+2 პრინციპი არის, ესე ქვია, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ კვირაში 5 დღე ჩვენ ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ჯანმრთელობა და 2 დღე თავს შეგვიძლია თავს მივცეთ უფლება, მაგრამ ნახეთ 2 დღე და მოდი დღესაც არ უნდა იყოს. ეს პრინციპი უნდა იყოს მუდმივი და აი ესეთი კანონი უკვე და არა წესი. ფსიქოლოგიურადაც ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ანუ იცი რომ აი ეს 5 დღე დამთავრდება და ნუ რაღაცები მე კიდე იქიდან ამოვდივარ, როდესაც ადამიანს ეს მთელი ცხოვრება აქვს ზოგი ცათრევია სიმძიმე, რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად ცოტა მარტივია შენთვის, რომ იცი რომ აი ხო, აი ამ დღეს მე შემიძლია ეს გავაკეთო. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე ბოლო პერიოდში ესეც ძალიან აქტუალური გახდა სხვათა შორის კვების ფსიქოლოგების ჩართულობა. აი მაგაზე მიდოდა რომ მეკითხა, კი, რამდენად არის ეს მნიშვნელოვანი, თუ არის პრაქტიკაში უკვე მიღებული, ანუ ადამიანები თუ თანხმდებიან ამას? კი, თანხმდებიან და იცით რატო თანხმდებიან, იმიტომ რომ თვითონაც ხვდებიან, რომ აქვთ აი ამ კვებით ქცევის დარღვევა, რომ აი რაღაცა გარემოებები არსებობს, რა დროსაც უფრო დამოკიდებული ხდებიან. და ხო, ემოციური რაღაცა კავშირები და აი ამ დროს ხვდებიან, რომ აი იმ დროს არ უნდათ მოკლედ რომ საკვები მიირთვან და აი ამ კავშირის გაწყვეტას სწორედ ახერხებებს ფსიქოლოგებთან. რაღაცა ემოცია მოიტანა ეს სურვილი, რომ ალბათ ძალიან გასაგებია. ხო, იმდენად სტრესულია გარემო ჩვენ, სადაც ცხოვრობთ და იმდენად მშობლების ბრალია, იცით? აი, რაღაცებს გვაძლევდნენ. ხო, ანუ ნებისმიერ შიშის აი გაიხსენეთ, ხო, თუნდაც თქვენ, აი წავიქეცით, დავიწყეთ ტირილი და მოდი აბა აი კამფეტი შეჭამე ხო და აღარ იტირო თუ რაღაცა, ხო, ხო, ანუ ტკივას გვიკომპენსირებდნენ ხოლმე რაღაცა გემრიელი საჭმელი და დღემდე ესე ვართ, რომ თუ რაღაცა გვეტკინება, აი ხა წავალ და რაღაცა გემრიელს შევჭამ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ეს კავშირი, აი ამ კავშირის გაწყვეტა უნდა ვისწავლოთ ჩვენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ფსიქოლოგები გვეხმარებიან კიდე იმაში, რომ ჩვენ ვისწავლოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საკვები არ უნდა გავიხადოთ ცხოვრების მიზნად. ანუ ჩვენ საკვები უნდა მოვიაზროთ იმისათვის, რომ უბრალოდ ჩვენ ვიცხოვროთ და არ უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ, ხო? რამდენად აქვს ხოლმე შედეგი აი ამას ამ თერაპიას, დავუშვათ თერაპევტის ჩართულობას და მე თქვენთან ანუ თქვენ ხო ხართ ამ კომუნიკაციაში მე თერაპევტთან არის ხოლმე შედეგი რეალურად ადამიანებს ეხმარება. ეს ყველაზე კარგად ასევე გამოიხატება მაგალითად ანორექსიით დაავადებულ ადამიანებში, ხო? ანორექსია ეს მეორე უკიდურესობა არის, წონის დეფიციტი და იქ ფაქტიურად ენდოკრინოლოგია არ მუშაობს. იქ მთლიანად ენდოკრინოლოგია არის დამხმარე იმისათვის, რომ გარკვეული მინერალები და ვიტამინები სწორად მიეწოდოს ამ დროს ადამიანს. თორემ აბსოლუტურად მთელი ტვირთი აქ აწევს ფსიქიატრს და ფსიქოლოგს. და ისინი უზრუნველყოფენ სწორედ იმას, რომ იქ ანორექსიით დაავადებულმა პაციენტებმა ისწავლონ ის, რომ კვება მნიშვნელოვანი არის ჩვენი სიცოცხლისთვის და არა ცხოვრებისთვის. ანუ უნდა ვიკვებოთ, იმიტომ რომ ვიცოცხლოთ. და ცხოვრებას უკვე ვქმნით ჩვენ და შესაბამისად ჩვენზეა დამოკიდებული შემდგომში ჩვენ ცხოვრებაში საკვებს რა როლს დაუთმობ. ანუ საკვების მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულია, ან ხშირ შემთხვევაში პირიქით დაკნინებულია, ეს არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ, რომ გქონდეს სწორი მნიშვნელობა და რაღაცა ზომიერი, რაც მეტი არც ნაკლები. ხა მაჭამა და აი არაფერი არ მინდა. ხო, აი რაღაც ბევრ რაღაცას აკომპენსირებს ბევრი ადამიანისთვის სამწუხაროდ ფსიქოლოგიურად და არა ის სოციალური პრობლემაა. სოციალური პრობლემა არის, იმიტომ რომ ჩართულობა სხვა რაღაცეებში არ არის და აი შვებას თითქოს აქვს თავისუფლებით და მარტო ამაზე ვართ ორიენტირებული და სხვა ყველა პრობლემა გვავიწყდება. იგივე დამოკიდებულება არის რეალურად, როგორც
ალკოჰოლთან, როგორც ნარკოტიკთან, ხო, იგივე დამოკიდებულება არის, ანუ კვებითი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ იმდენად გამძაფრებული, რომ ნებისმიერი თუნდაც ჩვენი ცუდი საქციელის დროს, აი მოვიქეცი ცუდად მე და რაღაცას ვჯავრობ, ხო? აი იქაც კი ჭამაში ვპოვებ ხოლმე შვებას, რომ დავივიწყო ის, რამდენად ცუდად მოვიქეცი მე. ამიტომაც აი ეს კავშირი როგორც გაწყდება ემოციური ბმაკვებასთან, მაშინვე რაღაცნაირად ყველაფერი ლაგდება და ამის სწავლა ჭირდება ადამიანს, ამით არ იბადება ადამიანი, ხო? ანუ ის რომ ვთქვათ, ხო, აი ხშირად მაგალითად მშობლებს ვეუბნები ხოლმე კიდე ამას, რომ ბავშვები როცა მოყავთ და აი უყვარს და რა ვქნათ, როცა დაიბადა მას არ უყვარდა ეს. შევაყვარეთ. კი, აი რაღაცა ეტაპამდე, ხო, აი ამას აქვს. რაღაცა ეტაპამდე ყავს ეს ბროკოლიზე, გოგრაზე და ასე შემდეგ და მე ერთ დღეს არა ამას უკვე მობეზრდებოდა და ვაძლევთ შაქრიან რაღაცებს და მოგვიანებით. არ ვუშვებთ, რომ აი ხო, თვითონ აირჩიეს. კი. არ არის ეს. რამდენჯერ მივახსენეთ ინსულინ რეზისტენტობა და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. ძალიან ხშირად გამიგია და თითქმის უამრავ ჭარბწონიან ადამიანს აწუხებს. ეს მსუქან ადამიანს, ეს არის მხოლოდ სიმსუქნის თამდები დაავადება, ეს არის გამომწვევი პირიქით სიმსუქნის თუ შეიძლება ჩვეულებრივ ანუ ნორმალური წონის ადამიანსაც ჰქონდეს და კიდევ ერთი კითხვა აქვე. ბევრ რაღაცას იწვევს ამაზეც რომ ვისაუბროთ და აი ეს გამოწვეული მიზეზები. ენდოკრინოლოგთან უნდა დავალაგოთ. აი დავუშვათ პოლიკისტოზი, ხო, ან რაღაც. აი როგორ თუ ეს რაღაცა ერთდროულად ხდება ყველაფერი. ხო, რაღაცა სამუშაო არის, თუმცა რეპროდუქტოლოგები არის კიდე ესეც სპეციალობა, რეპროდუქტოლოგები ორივე სფეროს მოიცავს ამ შემთხვევაში. თუმცა აქვე უნდა გამსაზღვროთ ისიც, რომ რა დააშავა უკვე ინსულინ რეზისტენტობამ ამის მიხედვითაც, ანუ გარკვეული დაავადებები, მაგალითად იგივე შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც იწვევს ინსულინ რეზისტენტობა, რეპროდუქტოლოგის კომპეტენციასაც ცდება უკვე და აქ აუცილებლად ენდოკრინოლოგი უნდა ჩაერთოს. ინსულინ რეზისტენტობა აბსოლუტურად სწორად დასვით კითხვა. არ არის მხოლოდ სიმსუქნით დაავადებული ადამიანების ხვედრი. ის ძალიან ბევრ გამხდარ ადამიანსაც ნორმალური წონის ან ხშირ შემთხვევაში წონის დეფიციტის მქონე ადამიანსაც აქვს. ამიტომ ძალიან ხშირად მოდიან მაგალითად ადამიანები, რომ აი ჭარბ წონას და სიმსუქნეს, აი რო ეკითხები, თქვენი ჩივილები რატომ მოგმართეთ? აი წონაში მოვიმატე ინსულინ რეზისტენტული ვარ. ეს არასწორი გამოთქმა არის, იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტობა არასდროს ჭარბი ცხიმის თუ წონის განვითარებას არ იწვევს. უბრალოდ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი ამის განვითარების, მაგრამ ყველა ადამიანში, სადაც ინსულინ რეზისტენტობა არის, აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ განვითარდეს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ინსულინ რეზისტენტობა თვითონ რას ნიშნავს, ხო? ამ დროს აი ძალიან მარტივად რო ავხსნათ, ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება ადეკვატური რაოდენობით ინსულინი, მაგრამ ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. თავის ფუნქციის შეუსრულებლობა შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს რამოდენიმე ფაქტორთან. პირველი ეს გახლავთ იმ უჯრედების გადაგვარება, რომელზეც უნდა იმოქმედოს ინსულინმა და შემდგომში მოხდეს გლუკოზის გახარჯვა. მეორე ეს გახლავთ უკვე ჭარბი წონა თვითონ, რა დროსაც ცხიმოვანი უჯრედები იკავებენ იმ უჯრედებზე, ანუ რეცეპტორებზე ადგილს, სადაც ინსულინი უნდა მოხვდეს და შესაბამისად ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და რეზისტენტული არის რეცეპტორები ინსულინის მიმართ და ეს ცვლის მერე ძალიან ბევრ სხვა პროცესებს. აი მაგალითად იგივე პოლიცისტური საკვერცხეები, ხო, რომელსაც უკვე აი სულ რაღაც გუშინ წინ მაგალითად შეეცვალა ჯანდაცვის სისტემაში სახელი და დღესდღეობით დიაგნოზი არის პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხეები. იმიტომ რომ იქ მხოლოდ ინსულინ რეზისტენტობა, ანუ მხოლოდ ესე ვთქვათ, ცისტის გაჩენა საკვერცხეში არ არის. ანუ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი არის ენდოკრინული, კიდე დაკავშირებული მასთან, ესტროგენების დეფიციტი, ტესტოსტერონის მატება, თვითონ ინსულინ რეზისტენტობა, მაგრამ დღესდღეობით მაინც კიდე დადგენილი არ არის
ინსულინ რეზისტენტობა არის გამომწვევი პოლიცისტური ჩანართების, თუ პოლიცისტური ჩანართებიდან გამომდინარე ხდება ინსულინ რეზისტენტული ადამიანი. რაღაცნაირად ქათამი და კვერცხის ამბავი არის დღესდღეობით ისევ მედიცინაში, თუმცა ამაზე უამრავი კვლევა მიმდინარეობს. მაგრამ რომელიც არ უნდა იყოს ჩამთვლელი მექანიზმი, ისინი ერთად არიან მუდმივად და რა შეიძლება ხო გამოიწვიოს ინსულინ რეზისტენტობამ. ყველაზე ხშირად ეს არის ჭარბი-ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება და სიმსუქნე, კი ბატონო, რომელსაც თან მოსდევს საბოლოო ჯამში დიაბეტის განვითარება, რომელიც შეიძლება იყოს სიმსუქნის გარეშეც, ანუ ინსულინ რეზისტენტობის არსებობის შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენს სიმსუქნის განვითარება, მაგრამ დიაბეტის საშიშროება და რისკები მაინც არის. პოლიცისტური საკვერცხეები, როგორც აღვნიშნეთ, რაც თავის მხრივ შემდგომში ჰიპერტესტოსტერონემიასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ შემდგომში უკვე იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევები ქალბატონებში, რასაც საბოლოო ჯამში მოყვება ხოლმე უშვილობის განვითარება, იმიტომ რომ ფოლიკულის მომწიფება ადეკვატურად ვერ ხდება ორგანიზმში და მამაკაცებში, როგორც აღვნიშნეთ, ეს შეიძლება იყოს ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, რაც სპერმის ხარისხზე და ერექციაზეც მოქმედებს მათ შორის და ერექციულ დისფუნქციებთან პირდაპირი კავშირი არის ინსულინ რეზისტენტობის, რასაც ასევე საბოლოო ჯამში მოყვება უშვილობა. რო არაფერი ვთქვათ, ისეთ დაავადებებზე, როგორც არის მაგალითად ონკოლოგიური დაავადებები. ხშირ შემთხვევაში მაგალითად ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ინსულინ რეზისტენტობასთან და შაქრიანი დიაბეტთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ონკოლოგიური დაავადებები და სამწუხაროდ ფაქტები არსებობს, რომ ეს ნამდვილად ესეა. რატომ? იმიტომ რომ ინსულინ რეზისტენტობა თავის მხრივ იწვევს ანთებითი მარკერების წარმოქმნას ჩვენს ორგანიზმში, ანუ ანთებითი პროცესების გახვივებას იწვევს, რაც თავის მხრივ მოქმედებს უკვე შიგნით უჯრედულ დონეზე და ამ უჯრედების არასწორ განვითარებას და წარმოქმნას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი მიზეზი არის, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ასევე იწვევს ანთებითი პროცესების განვითარებას, განსაკუთრებით ცხიმოვან ქსოვილში, რაც საბოლოო ჯამში წარმოქმნებს ანთებით მარკერებს, ტოქსინებს, რომლებიც აზიანებს ჩვენ ჯანსაღ-უჯრედებს და იქედან მერე უკვე ხდება ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნა. ამიტომ სიმსუქნე და ჭარბი წონა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დარღვევა, ეს არის დაავადება, რომელიც გამომწვევი არის ძალიან ბევრი სხვა დაავადების. ამიტომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინსულინ რეზისტენტობაზეც, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ინსულინ რეზისტენტობის პირველი და ძირითადი მკურნალობა ეს გახლავთ სწორი ფიზიოლოგიური კვება. აი ბევრჯერ აღვნიშნეთ და გასაგებია ეს ამბავი, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება და ისიც ვთქვით, რომ ძალიან რთული ამ პროცესების მართვა მთელი ცხოვრების განმავლობაში და აი აქ რაღაცნაირად ჩნდება ხოლმე იმედი, რომ შეიძლება ვიპოვოთ რაღაცა უფრო მარტივი გამოსავალი, ვიდრე არის ეს ამდენი სატანჯველი დიეტა. იმიტომ რომ თან იმაში არის საქმე, რომ ექიმთან ვიზიტი არ არის მარტივი ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ძალიან რთულია, ეს არის ძვირი. ჭირდება უამრავი ტესტი, გასაგებია ეს ექიმი ესე ვიზუალურად ვერ დასვავს ხო დიაგნოზს, ვერ დანიშნავს მკურნალობას. ამას გარდა იქ ფსიქოლოგიის ჩართულობა ძალიან კარგია და შესანიშნავია, მაგრამ ესეც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამიტომ რაღაცნაირად ალტერნატიულ გზებს ვეძებთ ხოლმე, გარდა იმისა, რომ ფინანსები დაიზოგოს, ჩვენი ნერვებიც დაიზოგოს და პრობლემა უფრო მარტივად გადავჭრათ, მარტივად ბრჭყალებში და აქ შემოდის მედიკამენტები, რომლებიც წონას გვაკლებინებენ. ესეც არ არის იაფი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გონია, რომ ერთჯერადი ხარჯია, ამ ხარჯს გავიღებთ, რაღაცნაირად დავასრულებთ. რამდენად არის ეს სიმართლესთან ახლოს? ანუ რა შემთხვევაში ინიშნება ეს მედიკამენტები, რადგან ვიღაცამ დაამტკიცა რაღაც საერთაშორისო მარეგულირებლებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც რაღაცაში საჭიროა. რა დროს შემოდის? რა თქმა უნდა, ჩვენებები არსებობს მედიკამენტების, ხო, ყველა მედიკამენტს აქვს თავის ჩვენება, რა დროს უნდა დაინიშნოს. და მისი თვითნებური გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თორემ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ მდგომარეობამდე, რა დროსაც უკვე სავალალო იყოს შედეგი და ის პირვანდელი ხარჯები, რაც შეიძლება დაგვჭირდებოდა ჩვენ ექიმთან ვიზიტის დროს, რაც თქვენ აღნიშნეთ და ტესტების ჩატარება, უკვე მიზერი იყოს იმ თანხებთან, რაც შეიძლება დაგვჭირდეს შემდგომში არასწორი
აი ამ მედიკამენტების გამოყენების გამო. ამიტომ კიდევ ერთხელ აქ ვიტყვი, რომ აი ოჯახის ექიმთან, სადაც ყველა ადამიანს უფასო აქვს ვიზიტი, ხო, ერთხელ მაინც უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი. ხშირად არის ხოლმე ესე, რომ კარგი მივედი და ლაპარაკი ეზარება, ბევრი კითხვა უნდა დავსვათ. აუცილებლად კითხვები არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავსვათ და უნდა მოვისმინოთ ეს კითხვები და შემდგომში მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება, რას ვიზავთ ჩვენ. იმიტომ რომ თითოეულ მედიკამენტს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზეგავლენა ჩვენს ორგანიზმზე და კარგი პრეპარატია არაფერს გიზამს, ესეთი გამოთქმა აბსურდი არის. იმიტომ რომ კარგი პრეპარატი არ არსებობს. ყველაფერს აქვს თავისი ჩვენება, ხო? და თუ ან უკუჩვენება, ან არსებობს უამრავი პრეპარატი, რომელიც გარკვეული დაავადებების დროს არ შეიძლება გამოვიყენოთ. არსებობს უამრავი პრეპარატი, რომელიც გარკვეულ ასაკში არ შეიძლება გამოვიყენოთ, ხო? ანუ აი ამ ყველაფერზე უნდა მივიღოთ ინფორმაცია იმ ადამიანისგან, ვისაც აქვს ამაზე, ხო? იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ვთქვათ ჩვენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ექიმ სპეციალისტთან ვიზიტი ერთხელ მაინც. ეხლა რა დანიშნულება და ჩვენება აქვს? რა თქმა უნდა, თავისი ჩვენება აქვს ამ ყველაფერს, ხო? იგივე ინექციებს, რომელიც დღეს ძალიან პოპულარული არის. დიახ, ის შეიქმნა ადამიანებისთვის და ამ ინექციებმა ძალიან ბევრ ადამიანს აჩუქა სიცოცხლე. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ასევე მან რაღაცა გარკვეული პრობლემები გაუჩინა და ეს ძირითადად 95%-ში მოხდა ისეთ ადამიანებში, რომლებმაც თვითნებურად გამოიყენეს აღნიშნული მედიკამენტი. მაშინ, როდესაც არ არის ჩვენება, მაშინ, როდესაც არ არის ინსულინ რეზისტენტობა, მაშინ, როდესაც არ არის სიმსუქნე და სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის გართულებები, იგივე ღვიძლის გაცხიმოვნება, იგივე ლიპიდების, ანუ ქოლესტერინის დარღვევა, იგივე ვთქვათ, კოაგულაციური ფაქტორების, ანუ სისხლის შედედების ფაქტორების დარღვევა და ასე შემდეგ, სხვა ბევრი რამ, რაც დაკავშირებული არის სიმსუქნესთან, მაშინ მედიკამენტების გამოყენების აუცილებლობა არც ინექციების და არც აბების ამ დროს არ არის, ხო? იმიტომ რომ არსებობს ესეთი ტერმინი მედიცინაში, ჯანსაღი სიმსუქნე. ანუ მაშინ, როდესაც სიმსუქნე განვითარებულია არა იმიტომ, რომ ორგანიზმში გარკვეული დარღვევები არის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჭარბი კალორიების მიღების გამო. რომელიც დაიკლებს იმ შემთხვევაში წონას თუ კალორიებს მოვაკლებთ და არა გავიკეთებთ ამ ინექციებს. რა თქმა უნდა. და ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს მაგალითად, ვინც დაიწყო თვითნებურად აღნიშნული ინექციების კეთება და შედეგი ვერ მიიღო. რატომ? იმიტომ რომ ის ჩვენების მიხედვით არ არის დანიშნული და შედეგსაც ვერ მიიღებს. ძალიან ბევრს გონია მაგალითად, რომ თუ ამას გაიკეთებენ, ყველაფერი დამთავრებულია. მაგრამ ნურას უკაცრავად, მისი კეთების დროსაც გარკვეული ქცევის წესები ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიცვათ და შევასრულოთ. იმიტომ რომ არ არის პანაცეა აღნიშნული პრეპარატები, რომ ჩვენ გავიკეთოთ და ამით დამთავრდა. აი ზუსტად ეგ მინდოდა რომ მეკითხა, იმ შემთხვევაში თუ არის ჩვენება და თქვენ ნიშნავთ, დაუშვათ ექიმმა დანიშნა ეს და თვითნებურად არ ვიკეთებთ. ეს არის აი ეს რაღაცა აი რა ხდება ამ დროს რა ბიოლოგიური პროცესები მიდის ძალიან მარტივად ვიკითხეთ ცხადია. რომ აი რა ვიკეთებ ამ პრეპარატს და რაღაცა იმ პერიოდში ვიკლებ წონაში და მე ისე ვიმატებ თუ რაღაცა სამუდამოდ ლაგდება და სრულდება ეს ქრონიკული დაავადება. თავიდანვე ვთქვით, რომ არის ქრონიკული დაავადება სიმსუქნე. ამიტომ მისი მორჩენა არ არსებობს. ის ქრონიკულად არის ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად, როგორც კი ინექციებს ვასრულებთ და ჩვენ ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებით, ხო? ის წონაც ბრუნდება, ისევე როგორც ბარიატრიის დროს. აი ბარიატრიაზეც აუცილებლად. ბარიატრიაც იგივე პრინციპით არის, ხო? ჩვენ რაღაც პერიოდი ბარიატრია გვასწავლის ულუფებს, რამდენი უნდა მივირთვათ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს წონა და ვიყოთ ის წონასასრუელი, თუ ჯანმრთელობის კუთხით ვაკეთებთ ამას ჯანმრთელი. მაგრამ თუ ეს ჩვენ დაგვავიწყდება და ისევ გავზრდით ამ ულუფებს, ისევ ვიბრუნებთ რა თქმა უნდა ამ წონას. იგივე ხდება აბსოლუტურად ინექციებთან მიმართებაშიც. ინექციების დროს ჩვენ გვაქვს ის ლუფტი პერიოდი, რომ პაციენტმა ისწავლოს და ჩამოიყალიბოს კვებითი ქცევა. მაგრამ ეს თუ ვერ მოახერხა,
რა თქმა უნდა, შემდგომში ამ კილოგრამებს ისევ უკან იბრუნებს. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სიმსუქნე ეს არის სწორი ჩვევები, სიმსუქნის მკურნალობა ეს არის სწორი ჩვევების ჩამოყალიბება. მათ შორის, რა თქმა უნდა, კვებითი ქცევა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ძილი და მათ შორის, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა. ეს სამი კომპონენტი არის ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ქმნის საერთოდ ჩვენ ჯანმრთელობას. კვება, ძილი და ფიზიკური აქტივობა. და თუ ეს სამი კომპონენტი ჩვენ მეტნაკლებად, მე არ ვამბობ სრული და 100%-ით, 80%-იც აბსოლუტურად საკმარისი არის. გვაქვს შესრულებული და 20%-ში ჩვენ ასე ვთქვათ, ემოციებს და ფსიქიკას ვაძლევთ გაქანების საშუალებას. მერწმუნეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი ძალიან დიდხანს გვემსახურება და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ გვემსახურება ჩვენი ორგანიზმი. ჩვენთან არის დროებით და ის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ და ერთხელ მაინც უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ ის იყოს კარგად. დიდი გამოწვევაა, როგორც ხვდები, ჯანმრთელობა არის, რომ უბრალოდ სტრესი არ უნდა გქონდეს. უნდა იძინო მშვიდად, უნდა ივარჯიშო და უნდა აკონტროლო, რაც არის რაც ძალიან რთულია. მე არასდროს არ ვეუბნები პაციენტს, რომ ეს მარტივია და კაი რას არა რთულია. მაგრამ უნდა ვისწავლოთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. და თუნდაც ის, რომ აი ამ კვებითი ქცევის ჩამოყალიბების დროს ჩვენ თავზე გავიმარჯვებთ, ეს არის ძალიან დიდი ამბავი, მერწმუნეთ, არა მხოლოდ იმისთვის, ძალიან ბევრი რაღაცისთვის. კი, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ჯანმრთელი ვიყოთ, ძალიან ბევრ საკითხში, მას შორის ეს იქნება, ვთქვათ, პირადი ურთიერთობები, სამსახური კარიერა თუ ასე შემდეგ. ანუ კვება არ არის და კვებით ქცევა მხოლოდ ჭამა. ეს ძალიან ბევრი და დიდი პროცესი არის ჩვენი ორგანიზმისთვის. ძალიან პოპულარული გახდა ახლა კალორიების თვლა. და ძალიან ბევრი ადამიანი ასე ებრძვის ჭარბწონას თუ სიმსუქნეს. ეს რამდენად არის სწორი? სწორია, ამ შემთხვევაში კალორიებს აქვს მნიშვნელობა თუ იმ ნივთიერებებს, ხო, რასაც ჩვენ ვიღებთ? რისგან შედგება, აბსოლუტურად მართალი ხართ. მხოლოდ კალორაჟის რაოდენობას კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის კალორაჟი რისგან შედგება, ხო? აი იმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ თუ ის კალორაჟი ავიღეთ მთლიანად ნახშირწყლები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა. აქ 60% უნდა იყოს კალორაში აუცილებლად ცილოვანი პროდუქტები, 20% ნახშირწყლები, 20% ცხიმი. აი ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის სასურველი და ორგანიზმს არ მივაყენოთ სტრესი, ზიანი და პირიქით ეს იყოს სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის, მაშინ, როდესაც დღის რაოდენობის კალორაჟებში ჩვენ გვაქვს 60-20-20 პრინციპი. და შესაბამისად ამ დროს ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ვახსენეთ ფიზიკური აქტივობაც. ამ შემთხვევაში არ ვიცი თქვენ რამდენად უნდა დაგისვათ ეს კითხვა, მაგრამ მაინც ჭარბწონიან ადამიანებს, რომლებსაც სიმსუქნე აწუხებთ, ძალიან უჭირთ ხოლმე ვარჯიში, ფიზიკურად ეს მათთვის. აი სიარულზე მინდოდა სწორედ რომ მეკითხა სიარული რამდენადან ძალიან ბევრი ენდოკრინოლოგისგან გამიგია მე რომ არის რაღაცა უნივერსალური საშუალება იმისთვის რომ ვიმოძრაოთ და ძალიან დავეხმაროთ ამით ორგანიზმს. აი რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს ხოლმე. ამასაც აქვს მნიშვნელობა რამდენს ვივლით თუ რა სიჩქარე ის მინიმუმ 40 წუთი. სასურველი არის მივაღწიოთ იმ პიკს, როდესაც ჩვენი ასე ვთქვათ რიტმი, გულის რიტმი იქნება 1.5-ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვთქვათ ნორმალურ მდგომარეობაში ფეხის სიარულის დროს. ნუ ეს არის დაახლოებით მინიმუმ 40 წუთი. რატომ არის მნიშვნელოვანი? არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მუშაობს ჩონჩხის აბსოლუტურად ყველა კუნთი, ეს პირველი და შესაბამისად სისხლის მიმოქცევა მთლიანად ჰომეოსტაზი ორგანიზმში არის ადეკვატური. ისევე როგორც ყველაზე წარსითულ ნაწილებშიც, მათ შორის ანუ ხელის თითებში და ფეხის ფალანგებში, რაც ნერვული იმპულსების გადაცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს ორგანიზმში და გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობის დროს, სიარულის დროს, ცხიმოვანი ქსოვილი არ არის მარტო ესე ცხიმი არდებს ორგანიზმში, ის ძალიან ბევრ პროცესს ასრულებს.
მათ შორის ჯანსაღი ცხიმი მაგალითად ქალბატონებში ესტროგენების წარმოქმნაზე არის პასუხისმგებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის მათთვის. და მასში გამომუშავდება უამრავი ნივთი, ანუ ყველაზე დიდი ენდოკრინული ორგანო არის, ესე რომ ვთქვათ რა, ცხიმოვანი ქსოვილი, სადაც უამრავი პროცესი მიმდინარეობს. და მათ შორის გამომუშავდება უამრავი ნივთიერებები. და არსებობს ესეთი ნივთიერება, რომელიც საც ქვია რეზისტინი და რომელიც ჩვენს ორგანიზმში ყურივ ცხიმს ხო, ანუ ორი ტიპის ცხიმი არსებობს, ხო, ჩვენს ორგანიზმში ყურივი ცხიმიც არის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არის სალა ეგრეთ ხო, რომელიც ყველაზე ძნელად ყველაზე რთულად დასამორჩილებელია და არსებობს მეორე ფაფუკი კონსტანციის ცხიმი, ხო? და აი ეს ფაფუკი, რომელიც არის პირველი ეტაპისთვის მისი როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება ძალიან მარტივად ხდება ორგანიზმის მიერ, მაგრამ შემდგომში იმის გახარჯვას, როგორც ენერგიის წყაროს, ამას სჭირდება ძალიან ბევრი პროცესი. ეს სხვათა შორის ერთ-ერთი ფაქტორი არის წონის გაჩერების, წონის კლების პერიოდში, აი როდესაც რაღაც გარკვეულ კილოგრამებს ვიკლებთ და მერე ჩერდება წონა, ხო, არ იწვრის. სწორედ იმიტომ, რომ ის ცხიმი უნდა გარდაიქმნას ჯერ სხვა კონსტანციის და აი ეგის მომენტია ხოლმე, როცა ხელს ჩაიქნევს ხოლმე ბევრი ადამიანი, რომ მორჩამეკლება ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვათა შორის გარშემოწერილობების გაწომა. იმიტომ რომ აი ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ სასწორზე ვაჩერებთ წონას, გარშემოწერილობები მკვეთრად იცვლება. ამიტომ мотиваციისთვის ეს უნდა იყოს უკვე პაციენტთან. და აი ამ დროს, სწორედ აი ამ გაჩერების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთიორად კიდე ფიზიკური აქტივობა, ანუ ფეხის სიარული, იმიტომ რომ რეზისტინი, რომელიც ვახსენე, გამომუშავდება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური აქტივობის დროს და ეს რეზისტინი არის ის ნივთიერება, სწორედ რომელიც აი ამ ყურივ ცხიმს ალღობს, უხეშად რო ვთქვათ და გარდაქმნის ისეთ ცხიმად, რომელიც მერე ენერგიის წყაროდ უნდა გამოიყენოს ორგანიზმმა. ამიტომაც ამ დროს აი ამ ფიზიკურ აქტივობას ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რო არა ვთქვათ არაფერი იმ სხვა პერიოდში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე, არა მხოლოდ წონის გაჩერების დროს, არამედ ზოგადად, იმიტომ რომ ნუ მეტაბოლიზმს აჩქარებს დაახლოებით 30-დან 45%-მდე იმის მიხედვით რა ტიპის ვარჯიშებს ვაკეთებთ და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორგანიზმისთვის. მოკლედ სიარული არის ის, რაც ყველას შეგვიძლია ნებისმიერი წონის ადამიანს. მოძრაობა არის ჩვენი სიცოცხლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეს მართლა ნებისმიერ დასახლებაშიც ძალიან მარტივად მოსახერხებია. თბილისშიც კი, სადაც ტროტუარები არ არის, აქაც კი შეიძლება ვიპოვოთ ხოლმე რაღაც ადგილები, სადაც ფეხით მათ შორის რა. ძალიან ბევრი ამბობს ხოლმე, რომ აი დროის ფაქტორის გამო უცებ შევირბინე ვიყიდე რაღაცა სტრაფიკების ობიექტში, ხო, რა ვიცი, რამე. იგივე პრინციპით შეიძლება შევირბინოთ მარკეტში და ვიყიდოთ ხაჭო, ბანანი და კეფირი, ხო? მაგრამ არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ, რა გვსურს, ხო? აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი ტკბილს მთხოვს ორგანიზმი. აი ვერაფრით ორგანიზმი ვერ გეტყვის, რომ აი ხაჭაპური მაჭამე ხა, ხო, ან რაღაცა აჩმა მინდა თუ რაღაცა. არა, ეგ ყველაფერი გვინდა ხოლმე ემოციურად. აი რაღაცა ნახეთ შველას ითხოვს, მას ჭირდება რაღაც და ეს რაღაც რა იქნება, ამას უკვე ვაგენერირებთ ჩვენ. შესაბამისად, ეს რაღაც აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი, რომ რამოდენიმე წუთში თუ საათში ისევ ორგანიზმმა არ გვითხრას, რომ ისევ დახმარება მჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ რაც ვჭამეთ ეს ცუდი, იმით მან ვერაფერი ვერ მიიღო, ის ისევ მშიერი დარჩა. ჩვენ დავნაყრდით დავხარჯეთ მთელი ენერგია ამ საკვების გადასამუშავებლად და ორგანიზმი ისევ მშიერი არის. ამიტომ ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ ის ჯანსაღი, რაც სწრაფად დაგვანაყრებს. ჩვენ ხშირად არის ხოლმე ესეთი თითქოს ის, რომ რა ვიცი, აი ეს სწრაფი კვების რაღაცები უფრო მალე მანაყრებს და ის ხაჭო ვერ დამანაყრებს. უბრალოდ უნდა მივცეთ რაღაცა გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ ეს დანაყრების შეგრძნებაც ჩვენ ტვინამდე მივიდეს. იქ ვნაყრდებით, იმიტომ რომ სწრაფად ათვისებადი ცხიმები და ნახშირწყლები არის, რომელიც ნახევარსაათში ისე გვთեն თავს და ყველაფრის ენერგიას გვართმევს, რომ ის არის და ბევრი ადამიანისგან გამიგე. აი, ვცადოთ ერთხელ მაგალითად მივერთვათ ხაჭო და კეფირი, არასდროს არ დაგვეწინება. არასდროს. და სულ მალე ისეთ დანაყრების შეგრძნებასაც ვიგრძნობთ, რომ მუშაობაში ის ხელს არასდროს არ შეგვიშლის. ლაშა და ბოლოს აი შეჯამებასავით რო გამოგვივიდეს, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს სიმსუქნე, რომელსაც აქვს ჭარბი წონა და რაღაცნაირად ხელი აქვს ჩაქნეული, უფრო სწორად
ეს აქვს მიღებული ისე როგორც საკუთარი იდენტობა. აი მე ასეთი ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში ყველა მიცის, რომ ეს არ არის გარეგნობა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არის პრობლემა ჯანმრთელობის. დავუშვათ მე ერთ დღეს გავიაზრე, რომ ვეღარ დავდიოდი იმდენს რამთვისაც ადრე დავდიოდი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს ფეხით სიარული და აი მაშინ მივხვდი, რომ ხო, ეხლა დროა, რომ რაღაცა ცოტა გადამწყვეტი ზომები მივიღო ამისთვის, რომ მე შევძლო სიარული. აი რას ეტყოდით, საიდან უნდა დაიწყონ, როგორ დაიწყონ, როგორ მოვიდნენ, აი რასთან არის ეს დაკავშირებული, ვილაპარაკეთ, რომ ეს არის სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ ეს არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ეს სიტყვა ქრონიკული არ უნდა გვეშინებდეს. ეს ძალიან გადასალახი გადალახვადი პრობლემა არის უბრალოდ, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკეთა და ისინი არ არიან გმირები ოლიმპოს მთიდან. ისინიც არიან ჩვეულებრივი ადამიანები. უბრალოდ ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის მაგალითად, რომ აი არაფერი არ მაწუხებს. ხო, და უბრალოდ ესე ვარ, ხო, სულქანი და მაგრამ როდესაც მივდივართ უკვე წონისკლებისკენ, ისინი აღმოაჩენებენ თავისივე თავში, რომ თურმე ესე არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს ადამიანები ცხოვრობს ძალიან ბევრი წელი არიან, მათთვის ეს ჩვეულებრივი. აი გონიათ, რომ აი შვეული ამბავი არის, რომ აი თუ მეოთხე სართულზე აბრუნენ, რომ გულის რიტმი და სუნთქვა უნდა შეიცვალოს. უკეთესი არ ვიცით უბრალოდ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი სწორი ნაბიჯის გადადგმისათვის ის, რომ შევიყვაროთ საკუთარი თავი. აღონდა არა ისეთი როგორებიც ვართ, არამედ იმაზე უკეთესი ვიდრე ვართ. იმიტომ რომ ადამიანი მოძრაობაში ყოველთვის უნდა იყოს წინ მიმავალი და არასდროს არ უნდა დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს ან რაც ვართ. უნდა ვიყოთ იმაზე უკეთესი და უნდა ვქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე გვაქვს. თორე ისე უბრალოდ ცხოვრების ხო და ბევრად უკეთესად ვიდრე ვართ. თორე შემდგომში უკვე ცხოვრება აზრს კარგავს და არ გვიჩნდება ის мотиваციები, რაც მე ცხოვრებაში გვამოძრავებს. ამიტომ საკუთარი თავის სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი. არასდროს რაღაც და მათ შორის არც წონის კლება არ უნდა გავაკეთოთ სხვისთვის. ეს უნდა იყოს ჩემთვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ტვინს ყოველთვის უნდა ვასწავლოთ ის, რომ ამას კი არ ვაკეთებ იმიტომ, რომ მასავით გამხდარი ვიყო, ან სასწორზე 60 კილო დავინახო. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ჯანმრთელი ვიყო. და ტვინიდან სიგნალები თუნდაც კვებასთან მიმართებაში შემდგომში მერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად სხვანაირად მოდის. უკვე ტვინი გეუბნება იმას, რომ აი ამას რო შეჭამ გახსენებს. რომ ის იმიტომ რომ შენასწავლე და მე ის გახსენებს, რომ აი ამას თუ შეჭამ ეს მოგივა. და ეს ბევრად უფრო მარტივი ხდება. არასდროს არ უნდა დავიწყოთ ორშაბათიდან. როცა მივხვდით, რომ ეს პრობლემა გვაქვს, უნდა დავიწყოთ იმ წამიდან. თუნდაც იყოს შუადღიან საღამო. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ უნდა იყოს რადიკალური გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ეს დიდი სტრესია ორგანიზმისთვის. უნდა დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გვინდა მეათე სართულზე ასვლა, პირდაპირ ჩვენი იქ ვერაფრით ვერ მოხვდებით, თუ საფეხურები არ გავიარეთ. ამიტომ არ უნდა მოგვბეზრდეს ამ საფეხურების გავლა ჩვენი მიზნის მიღწევისთვის. და თუ აი ამ ყველა აზრს დავალაგებთ და ვისწავლით, მერწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ექიმისგან ეს რაღაც უფრო მეტი мотиваცია გაქვს, უფრო უკეთესად იაზრებს, საიდან უნდა დაიწყო პრობლემის მოგვარება, სათხარ ახლა. მე მაგალითად თუ გვაქვს დრო ვიტყვი ძინათადებას. მე მაგალითად მქონდა ეს პრობლემა, 26 კილოგრამი მაქვს დაკრებული თავის დროზე, ამიტომ ბევრად უფრო თამამად ვსაუბრობ. და აი უკვე ამდენი წელია მორალით მაძლევს ამის უფლებას, რომ მათ ვასწავლო ეს, იმიტომ რომ მე გავლილი მაქვს ეს გზა და ვიცი რამდენ
სირთულესთან არის დაკავშირებული. და პაციენტებისთვის უფრო მეტია მაგ დროს ნდობა მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მეც მქონია ხოლმე ეს შევხვედრი ვარ ამ პრობლემას, როდესაც მივდივარ, ანუ საზოგადოებისგან რაც არის კიდეც ცალკე ამბავია, მაგრამ ექიმისგანაც კი ხან აი ისეთი განმკიცხავები არიან ხოლმე რაღაცნაირი, აი როგორ ვერ, როგორ არ, აი როგორ უნდა აგიხსნა, ანუ როგორ აგიხსნა რომ ავადვარ, თუ არ გესმის რომ ავადვარ. და როცა თქვენ გავლილი გაქვთ ეს ყველაფერი, ხო? ბევრად უფრო მარტივი არის დიალოგი პაციენტთან ამ დროს, იმიტომ რომ შენ თავზე გაქვს გამოცდილი და ზუსტად იცი რაც გასდის და რას გადის და აი ზუსტად იცისად უნდა გადაუსვა ხელი იმისათვის რომ გააგრძელოს თავის შეყვარება და ზუსტად იცისად უნდა გაკიცხო იმისათვის რომ აბა ცოტა გამოფხიზლდეს. და მეც აი ესე გადავწყვიტე, ანუ რაღაცნაირად ისე მოხდა რა, ნელ-ნელა მოხდა ამ პროცესის დაგროვება, ანუ კილოგრამების დაგროვება, ისე რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე წასასვლელად, როცა მივედი სახლში, არც ერთი პერანგი არ ჩამეტია. და აი იმ დღეს გადავწყვიტე, რომ ხორჩა, მე უნდა მივხედო ჩემ თავს. პირველი რითიც მივხედე თავს, სხვათა შორის არ იყო კვების შეზღუდვა. პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო ფიზიკური აქტივობა. ანუ დავიწყე უფრო მეტი ფეხით-სიარული, უფრო მეტში იგულისხმება ის, რომ დავიწყე 8 კილომეტრით და საბოლოო ჯამში 3 თვის განმავლობაში ავედი 17 კილომეტრზე. ყოველდღიურად არ ჰქონდა მნიშვნელობა წვიმდა, თოვდა თუ ყინავდა. მე დავდიოდი მუდმივად და ნელ-ნელა ამას შემდგომში უკვე დავამატე კვებითი ქცევების ჩამოყალიბება, იმისათვის რომ ჩემთვის ეს არ ყოფილიყო რაღაცნაირად უცებ დიდი სტრესი, რომ მალე არ დამეტოვებინა ეს ყველაფერი და 3 თვეში მივაღწია მე სასურველ შედეგს. აი ამ ყველაფრით, ანუ 3 თვეში მე დავიკელი 26 კილოგრამი. იმის მერე მე არც მალა ვარ ასდროს და ყოველთვის ვამბობ და ღია ვარ ამ კუთხით პაციენტებთან. რა თქმა უნდა, მაქვს ჩავარდნები და ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, მაგრამ ეს ჩავარდნაც უნდა იყოს რაღაცნაირად შემდგომში мотиваციის, ხო, შემქმნელი, იმიტომ რომ ყველა დაღმართს აუცილებლად მოყვება აღმართი, ხო, ეს ჩვეულებრივი ამბავი არის. მეც რა ვიცი, ხშირად ყოფილა ხოლმე აი მაგალითად რესტორანში, რა შემოსულან პაციენტები და აი ცოტა გაკურებული რომ რესტორანშიც დადის. ხო, რესტორანში დავდივარ. მეც იმატებენ წონაში თურმე და ენდოკრინოლოგს ჭირდება დიეტა და მეც ძალიან გურმანი ვარ, მე თვითონაც ვამზადებ. და შესაბამისად მეც ვარღვევ გარკვეულ წესებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მე თუ მინდა ვიყო ფორმაში, ცხოვრება უნდა დავივიწყო. არა, პირიქით. მე ამ ფორმაში უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ამიტომაც ვიბრძვი, ვთქვათ, რომ ვიყო ესეთ ფორმაში, არა მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი ჩემი სიცოცხლის პერიოდში. ხომ? მარტო ვიცოცხლოთ ეს არ არის გამოსავალი. ამ სიცოცხლეში ჩვენი ხარისხი ცხოვრების მაღალი უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვქონდეს შრომის უნარიანობა, ხო? უნდა ვიყოთ მოქმედი, აქტიური და ჩართული ყველა პროცესში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო დიალოგი იყო და საკუთარ თავზეც კი ბევრი რამე რო გავიგე, ხა ისეთი საუბარი იყო და ძალიან მჭირდებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს სჭირდება და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს იყო ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. თქვენ კი შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ YouTube-ზე, მოგწებნოთ TikTok-ზე, დაგვისვათ კითხვები ნებისმიერ სპეციალისტთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ თქვენთვის ასრულ კითხვებზე, ვეცდებით რომ მივიღოთ ხოლმე პასუხები მარტივად და გასაგებად. მადლობა რომ გვეუბნეთ.